სამხედრო კონფლიქტების დროს სოციალურ ქსელში განსაკუთრებით იზრდება დეზინფორმაციის რიცხვი, კონკრეტულად კი ისრაელსა და ირანს შორის განვითარებული მოვლენების ფონზე ხელოვნური ინტელექტით შექმნილი ვიდეოების და ფოტოების რიცხვი არის გაზრდილი. ამის შესახებ ფაქტების გადამოწმებლები ლაპარაკობენ სხვადასხვა ქვეყნიდან, მაგალითად ვიდეო, რომელსაც თქვენ ამჟამად ეკრანზე ხედავთ, ეს არის ხელოვნური ინტელექტით AI-ით შექმნილი ვიდეო, რომლის აღწერის მიხედვით თითქოს უნდა აჩვენებდეს ირანის თავდასხმას ისრაელის ერთ-ერთ ქალაქზე. ძალიან ხშირად თითქოს ამბავი შეიძლება იყოს მართალი, თუმცა ვიდეო, რომელსაც აჩვენებენ ამ ამბის აღწერად, არ არის ხოლმე სიმართლე და ხელოვნური ინტელექტით არის შექმნილი. ეს არის ამ შემთხვევაშიც. ჩვენ შეგვიძლია გადავამოწმოთ სხვადასხვა მეთოდით, მაგალითად, კადრები შეგვიძლია მოვძებნოთ Google-ში, reverse search-ი გამოვიყენოთ, ანუ უყუღმა ძებნა ფოტოებისა და ვიდეოსი და ზუსტად იგივე ვიდეოს ვნახავდით სოციალურ ქსელშიც, პლატფორმა X-ზე, სადაც როგორც ხედავთ, ამ ვიდეოს აქვს ლოგო Russia Today-ს, რუსული პროპაგანდისტული არხის და ასევე წარწერა VEO. ეს არის ხელოვნური ინტელექტი, რომელიც ეკუთვნის Google-ის ერთ-ერთი ინსტრუმენტი არის და ძალიან ხშირად ამ პროგრამას VEO-ს გამოიყენებენ იმისათვის, რომ შექმნან AI ვიდეოები და რა თქმა უნდა, ამით ჩანს, რომ ეს არის ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შექმნილი ვიდეო. კიდევ ერთი მეთოდი, რომლითაც შეგვიძლია გადავამოწმოთ, არის Was-it AI. არ არსებობს კონკრეტული პროგრამა ჯერჯერობით, რომელიც სრულყოფილად შეამოწმებდა რომელიმე ვიდეოს ან ფოტოს, არის თუ არა ის ხელოვნური ინტელექტით დამზადებული, თუმცა Was-it AI მაგალითად მიიჩნევა ერთ-ერთ პროგრამას, რომელსაც შეუძლია მაღალი ალბათობით თქვას, არის თუ არა ფოტო ხელოვნური ინტელექტით შექმნილი და Was-it AI-ის გამოყენების შემდგომ გამოჩნდა, რომ ეს არის ასევე ხელოვნური ინტელექტით შექმნილი ვიდეო. კიდევ ერთი ასეთი ვიდეო, რომელიც გავრცელდა ვირუსულად, თავდაპირველად გავრცელდა TikTok-ზე, აღწერით, რომ ეს არის ამერიკის შეერთებული შტატების ავიადარტყმა ირანზე. უპირველეს ყოვლისა, უნდა დავაკვირდეთ თვითონ ანგარიშს, თუ რა ანგარიში ავრცელებს ამა თუ იმ ვიდეოს. კონკრეტულად ვიდეო, რომელსაც აიტვირთა TikTok-ზე, აღწერაში ამბობს, რომ მისი კონტენტი, ძირითადად მისი მასალები შედგება AI-ით, ანუ ხელოვნური ინტელექტით შექმნილი ვიდეოებისგან. შესაბამისად, თავდაპირველადვე იწვევს ეჭვს, არის თუ არა ეს ვიდეო ნამდვილი. ასევე reverse search-ის გამოყენების შემდგომ შეგვიძლია ვნახოთ იგივე ვიდეოს სხვა პლატფორმებზე და დავინახავთ, რომ მაგალითად პლატფორმა X-ზე ამ ვიდეოს აღწერაში უწერია, რომ ეს არის AI, ხელოვნური ინტელექტით შექმნილი ვიდეო. და შემდგომ ასევე მითითებული აქვს პირველ წყარო იყო ერთ-ერთი ანგარიში TikTok-ზე, რომელსაც მონიშნული ჰქონდა TikTok-ზე, რომ ეს არის ხელოვნური ინტელექტით შექმნილი ვიდეო. როგორც წესი, უმჯობესია, რომ დავაკვირდეთ ხოლმე მარცხენა კუთხეს ვიდეოების ბოლოს TikTok-ზე, რადგან როგორც წესი მონიშნული აქვს ხოლმე თავად TikTok-ს, რომ ესა თუ ის ვიდეო დამზადებული არის ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით.